ირაკლი, დავიწყოთ უკვე შუა დღე. ძალიან საინტერესო სტუმრია. რა თქმა უნდა, მე არ მეგობრება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი ან მეგობარი ან ნათესავი მაინც არ ყავდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ყველამ ვიცით რა არის ემიგრანტების ცხოვრება. და ყოველთვის ამ ადამიანების ცხოვრებას თან ახლავს ნოსტალგია. სამშობლოს მონატრება, იმიტომ რომ თითოეულმა ადამიანმა რაღაც ისტორია მაინც ვიცით, ისეთი გაგებული და თუნდაც რო ჩამოდიან, თუნდაც როგორი გულწრფელი მოკითხვები მოდის ჩვენს. და როგორ ენატრებათ ჩვენი ქვეყანა და რაღაც სულ მოკითხვებს ხوابარებენ, ჩვენს გვირეკავენია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ წყვეტენ თავიანთ სამშობლოსთან, თავიანთ ახლობლებთან კავშირს და ყველა მაინც ოცნებობს იმაზე, რომ ოდესღაც დაბრუნდეს თავის სამშობლოში. რა თქმა უნდა, ირაკლი და ჩვენი სტუმრები არიან ის ადამიანები, რომლებსაც კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ძალიან დიდი მისია აკისრიათ. მე მინდა წარვადგინო ჩვენი სტუმრები და შემდეგ გეტყვით უფრო დეტალურად საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის ქალაქ იტალიის ბარის წმინდა ნიკოლოზის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი მოსე ჭანკვეტაძე და დასავლეთ ევროპის რომის წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის სამრევლოს წინამძღვარი იღუმენი იოანე ხელაია. მშვიდობა, დაგლოცეთ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დიდი მადლობა რომ მობრძანდით და მოგყვებით თქვენი იმის შესახებ, რომელიც თქვენ გაკისრიათ და რომელსაც ემსახურებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ თქვენი აზრი, რადგან ევროპაში მოღვაწეობთ და ალბათ გაგვჭეხება უფრო. პირველ რიგში ულოცავ ჩვენ სამშობლოს, ულოცავ თითოეულ ჩვენი სამშობლოს მკვიდრს, ჩვენს თანამოქალაქეს და ასევე უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და რაღაც მე ვიტყოდი რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი თუ არ გავიმეორებ ჩვენი უწმინდესის სიტყვებს თუ არ დავადასტურებ კიდევ ერთხელ რომ როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ღირსება და თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. იულის დიდი მადლობა მოწვევისათვის. მაგრამ ჩვენ არა ვართ განადგურებული უცხოეთში მოღვაწე სასულიერო თქვენთან უნდა ჩვენ ძალიან იშვიათად ვიწევს ჩამოსვლა საქართველოში და დიდი მადლობა ამისთვის რომ ჩვენ დღეს ვართ თქვენთან. მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ დღევანდელისა, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რა თქმა უნდა, მივესალმები და ეს არის ძალიან სასიხაულო ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპაში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია არის ევროპის ნაწილი, იყო და იქნება მომავალში. დავარეთ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება დავიწყოთ, უნახოთ ჩვენ თავში და დავიწყოთ ჩვენი თავის უკეთესობისაკენ, ანუ ჩვენ თავზე უკეთესი ზნეობისაკენ და ვფიქრობ, რომ აი ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო უკეთესი იქნება. ასე რომ დღეს მაინც მოსავალს დღე არის, გილოცავთ დღევანდელს, გილოცავთ ჩვენ. დიდი მადლობა. ჩვენც გილოცავთ. ქართულს და ვფიქრობ, რომ მარტო ეს არ არის, ანუ ჩვენ ყველა ადამიანო ქართულებმა ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყანაზე აღშენობის ფიქრი და ვფიქრობ, რომ ეს ასე იქნება და დიდი მადლობა გილოცავთ ყველას. და სანამ უშუალოდ სამრევლოს ცხოვრებაზე ვისაუბრებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გითხრათ, როდის შეიქმნა ამ ეპარქია, გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რამდენი ხანია რაც თქვენ ხართ ქალაქ ბარში და ასევე ქალაქ რომში? ჩვენი სამრევლო დაფუძნდა 2007 წელს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის კურთხევით. პირველი მოძღვარი გახდათ მამა აარონი კაპანაძე და მან ძალიან კარგი კვალი ასე რომ ვთქვათ დამახვედრა იქ, იმიტომ რომ იქ ქართველები არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ქართველი მოძღვარი ყოლოდათ და ძირითადად როგორც ჩვენი ეპარქიის სხვა რეგიონებში, ქალაქებში ხდება, ისინი დადიოდნენ რუსულ ეკლესიაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იქ პირველად ჩაბრძანდა მამა აარონი და მე დღემდე დიდი სიყვარული აქვს იქაურ ქართველებს ძველები, ასე რომ ვთქვათ, ვინც შემორჩნენ და იმიტომ რომ ხშირად გადაადგილდებიან ხოლმე, იქ სტაბილურად არ ცხოვრობენ, რადგან მათ სტაბილური სამსახური არ აქვს სამწუხაროდ და ესე იგი პირველი მოძღვარი გახდათ მამა აარონი, ხოლო მე მეუფე აბრაამის კურთხევით 2010 წელს ჩავედი ბარში და
მის მერე ასე რომ ვთქვათ, იქ დღემდე იქ ვსახურობ და ესე გრძელდება ჩვენი სამრევლოს ცხოვრება. დიახ. ასე მამა ივანეს რომის ადრია პიოცებული სახელობის სამრევლო ჩვენი მთავარი მიტროპოლიტი აბრაამის კურთხევით დაფუძნდა 2004 წელს. მაგრამ მე პირველად ჩავედი 2009 წლის დეკემბრიდან და 2010 წლის დეკემბრიდან უკვე სამრევლომ დაიწყო თავისი არსებობა. ანუ დაიწყო მსახურების ჩატარება და მოგვიწია ასე ვთქვათ ნულიდან დაწყება, იმიტომ რომ ხალხი იყო ძალიან გაფანტული ქართველები, სამწუხაროდ ძალიან მრავლად არის ქართველები იტალიაში და რომში და ცოტა პერიოდი მოგვიწია რომ ამ ქართველებისთვის თავი ერთად მოგვიყარა და რა თქმა უნდა სოდეს იყო ჩვენი მიზანი, რადგან ეკლესია არის და ყოველთვის იქნება ქართული ერის გამაერთიანებელი. დავიწყეთ ქართული ერის გაერთიანება და ჩვენი ემიგრანტების რომში და პირველი მსახურება ჩატარდა 2010 წლის მარტიდან. და ღვთისმშობლობით ჩვენი ბელთავარის ლოცვა კურთხევით დღეს უკვე დაფუძნდა სამრევლო არსებობს და ყოველკვირეული წირვით მსახურებებით და მამო ძალიან საინტერესო საკითხი შევეხეთ. როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები საზღვარგარეთ დადიოდნენ სხვადასხვა ესე იგი სხვადასხვა ეკლესიებში, ანუ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, უბრალოდ ხან ეს იყო ბერძნული, იყო რუსული და სხვა მართლმადიდებლური ტაძრები. აი რა მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის ქართული ტაძრის არსებობას და ქართველი სასულიერო პირის მოღვაწეობას? პირველ რიგში რომ ჩვენთვის ეკლესია და სამშობლო არის ერთი ღირებულება. და როცა იქ განუყოფელია ქართველი ადამიანისთვის. და როცა იქ ქართველები მობრძანდებიან ხოლმე ტაძარში ჩვენი მრევლი, იქ ცხოვრობ ძალიან ღირსეული ადამიანები. და როცა ისინი ტაძარში მობრძანდებიან, ზოგი ასაკოვანია, ზოგს შვილიშვილებიც გიყავს აქ დატოვებული და შვილები ყავს ძალიან ძირითად ნაწილს დატოვებული. მეც გავიხსენებ რომ ცოტა ხნის უკან მისვა უწმიდესობამ ოჯახისა და მშობლების და შვილების პატივისცემის დღე დააფუძნა და მე უცებ ჩემი აზრი მხოლოდ გადავიდა ჩემ მრევლზე, ჩემი სამრევლოს წევრებზე და მათში დავინახე ამ დღესასწაულის ღირსება, მთლიანად დავინახე ჩემს მრევლში. ის გამოც მე კიდევ ერთხელ აი ტელევიზიის საშუალებით კიდევ მადლობას გადავხდი მათ, იმიტომ რომ ესენი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან და თუ არა მათი მხრიდან შვილების სიყვარული, ვინც მშობლები არიან, თუ არა მათი შვილებისადმი თავდადება ესეთ ძიმე შრომას უცხოეთში ასე არ იტვირთებდნენ და ეს დიდი პასუხისმგებლობა და ასევე ძალიან ღირსეული ახალგაზრდები არიან იქ კიდევ, რომლებიც აქეთ ეხმარებიან თავის მშობლებს და ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი რომ ჩვენი სამრევლოს წევრებმა ეს ამას თავის ცხოვრებით ყოველდღიურად ადასტურებენ. და სწორედაც რომ ეს მონატრება აი ძალიან ბევრს უთქავს, რომ აი ეკლესიაში მოსვლით მე ჩემი შვილების, ჩემი შვილიშვილების მონატრება ყველაფერი ხდება აქ. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ის უსმენს ლოცვას ქართულ ენაზე, ის მოძღვარს ესაუბრება მშობლიურ ენაზე, იღებს სულიერ ნუგეშს, თანადგომას, აღსარებას ამბობს მშობლიურ ენაზე და ეს ჩვენ რაღაცით ვცდილობთ მაქსიმალურად სულიერი თანადგომა გამოუხატოთ. ამასთანავე მათთვის ეს არის პატარა საქართველო და ეს არის ერთი დიდი ოჯახი, მამა, მე როდესაც დავათვალიერე ფოტოები სოციალურ ქსელში, ზუსტად ეს განცდა გამიჩნდა, რომ ერთ ოჯახად არიან შეკრული ეს ადამიანები. სწორედ ეს არის თქვენი დამსახურება და მათი ღირსება არის. ჩვენ გვაქვს კადრები, როგორც ვიცი, საშუალება კადრები, რამდენიმე კადრი და თან შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი. მინდა გკითხოთ, მამო, უწმინდესი ძალიან ხშირად ახსენებს ხოლმე ქადაგებაში, რომ უნდა დაბრუნდნენ ქართველები თავიანთ სამშობლოში. ნუ რა თქმა უნდა ეს არ იგულისხმება, რომ აუცილებლად დღეს უნდა დაბრუნდნენ. აი თქვენ ვიცით რომ იქ მოღვაწე მამები ამასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობთ, ესაუბრებით იქ მცხოვრებ ადამიანებს. აი რა მდგომარეობა ამკუთხით და რამდენად მნიშვნელოვანია მათ დაბრუნება. გეთახებით მართლაც ჩვენი იქ მოღვაწე და ჩასვლა არის შანსი, რომ ჩვენი დამკვიდრდეთ. მაგრამ აი როდესაც ჩვენ ვაკუთხა უწმინდესმა და დაგვილოცვა გზა, მაშინ პირველი
თხოვნა იყო უწმინდეს ის რომ ჩვენ გაგვაერთიანებინა ქართველები იქ ყველა და დახმარებოდით მათ დაბრუნებაში თავის ქვეყანაში. და მართლა ჩვენი ყოველი ქადაგება, ყოველი შეხვედრა ამ ადამიანთან იწყება ამით რომ ჩვენ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში. რა თქმა უნდა დღეს არსებობს რაღაცა გარკვეული მიზეზები, პრობლემები, მაგრამ არ არსებობს პრობლემა გადავლახავი, ბავარია ჩვენ გქონდეს რწმენა, იმედი, ვიყოთ ერთად, არ დავყარგოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და ყველაფერი კარგად იქნება და იმედი მაქვს რომ ჩვენი იქ ყველა ქართველი აი დღეს ყველა ეს პრობლემა გადაივლის და ყველა დაბრუნდება და მინდა რაღაცა გავრცელებულია ის რომ რაღაცა იქ წასული ჩვენი ემიგრანტები ქართველები რაღაცა არიან თითქოს რაღაცა არ გაუმართლათ ან რაღაცა არ არიან ანუ ის ემიგრაცია რომელსაც ესე იგი არიან აი უაღრესად ღირსეული ადამიანები უბრალოდ მათ ეს დააჭირდათ იმიტომ რომ დღეს ოჯახში ყველა ოჯახში რაღაც პრობლემა იყო და ეს ქართულმა დედებმა აიღეს თავის თავზე ქართულმა ახალგაზრდებმა აიღეს თავის თავზე მშობლებს დაეხმარო და ჩვენ ეს ქართველები ეს ახალგაზრდება ჭირდება ჩვენ ქვეყანას აი გარწმუნებთ რომ ჭირდებათ იმიტომ რომ აი ეს არის ფიქრობ რომ ამაზე ყველა უნდა ვიფიქროთ ყველა ეკლესიამაც სახელმწიფომაც რომ ეს ახალგაზრდები დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში და გააგრძელოს მოღვაწეობა თავის ქვეყნის მაგრამ ვფიქრობ რომ ქვეყანა თუ უნდა იყოს ძლიერი რა თქმა უნდა ძლიერი უნდა იყოს მის გარეთ ემიგრაციაც ეს გარდაუვალია და ვფიქრობ რომ აი ამ გაძლიერებაში იქ ჩვენ კი ვაძლევთ მუგეშამ ადამიანებს მაგრამ არ დაგავიწყოთ რომ ჩვენც ვაძლევთ მუგეშის ადამიანები და ჩვენ ცხოვრობთ იქ ერთმანეთის სიყვარულით და იმედი მაქვს რომ აი სიყვარული გაგვაერთიანებს და სწორედ თუ გავერთიანდებით რომ აქამდე აი მართლა უდიდესი ღვაწლი არის ჩვენი ეპარქიის და მისი მღვდელმთავარის. აი უდიდესი ღვაწლი არის რომ 2002 წლიდან როცა დაფუძნდა ეპარქია და მღვდელმთავრად და დადგინდა მიტროპოლიტი აბრაამი, იმის მერე უდიდესი საქმე გაკეთა ქართველი ერის გასაერთიანებლად. უამრავ ათეული სამრევლოები, ათეული სასულო პირები დღედან რამ იღწვიან რომ ჩვენი ქართველები გაერთიანდნენ, გამტკიცდნენ, გაძლიერდნენ წმენაში და მე მოგეხსენებათ იქ ოჯახები იქნება ეზდება შვილები ეს თავობა პრინციპში ძალიან რთულია შეიძლება დაგაგულად ჩაითვალოს რომ არა სამრევლო იმიტომ რომ ეხლა თუ ვიცით რომ მშობლები მუშაობენ არავით იმით რომ შვილებს ასწავლონ ქართული ენა საქართველოს ისტორია ეკლესიის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისთვის და მე რომ თავის ქვეყანას არ მოცინდეს მის ტრადიციებს კულტურას აი ამას აკეთებს სამრევლო ყველა ქალაქში აერთიანებს და იმ სულიერების გადააც აძლევს ჩვენს ემიგრანტებს არამედ იქ ეკლესია უფრო მეტს აკეთებს ვიდრე აკეთებს რადგან იქ არის საკვირაო სკოლები სადაც ბავშვებს აქვს საშუალება ისწავლონ ქართული ენა ლიტერატურა საქართველოს ისტორია ეკლესიის ისტორია შემოქმედებული ჯგუფები არის ქართული ცეკვის, ქარგვის, მინანქრის, ხატწერის და აი ბავშვები, რომლებიც იზრდებიან, ვფიქრობ რომ ის აუცილებლად თავისი ცხოვრებით, თავისი განათლებით აუცილებლად გამოუდგებიან ჩვენ ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს. სურვილთა რიცხვის დიდია, როგორც ვიცით, მამაო. თუნდაც მშობლების სურვილი რომ ჩაერთონ თავის შვილები ამ სკოლაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, თქვენ წარმოდით, თქვა ცხოვრება ეკლესიის გარეშე ცხოვრება როგორი რთულია, ყველა მოწმე ადამიანისთვის თავის გულში ჩაიქნევს, ხა თქვენ წარმოდით უცხოეთში რომცა ხარ დაკვირდებული უცხო ქვეყანაში. და ის შენთვის რა მნიშვნელოვანია? ჩვენ შეგვიძლია ფოტომასალა ვნახოთ, მაგრამ სხვადასხვა ქალაქში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები. შეგვიძლია ვისაუბროთ. უწუდეს ძალიან განიცდის მე ვიულობს ჩვენ მოვართვით ქართულების პოლოზის მირონი იქედან რომ ყოველთვის როცა ჩამოვდივარ ეს ჩვენი სამრევლოს ეს არის სამრევლოს სტუმრები ეს გახლავთ მამა სერაფიმე არქიმანდრიტი სვეტიცხოვლის წინამძღვარი და მას გამოვყოფთი რომ სვეტიცხოვლის წინამძღვარმა განსაკუთრებული შესაწირი გააკეთა ეს იყო ვერცხლის ბარძიმ ფეშხუმი დიახ რომელთაც ქართული აქ დამზადებული რომელთაც ჩვენ წირვას აღვასრულებდა ეს არის საფარველი მამაო როგორც ვიცით დიახ ამ საფარველის თემასაც შევეხები ეს იყო ცოტა ხნის უკან
ჩვენ გქონდა სურვილი თქვენ ალბათ გახსოვთ რო ჩავედი ძალიან მალე წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მთავარი ხატის გვერდზე არის ორი კანდელი რომელსაც აქვს თუ იქნება მე გამოჩნდება ალბათ ეკრანზეც მთავარი ხატი წმინდა ნიკოლოზის ძველი ისტორიული მეფეების შეწირული სიწმინდეები აი მხოლოდ და რაიმე ღირსშესანიშნაობები და იქ არის ორი კანდელი რომელსაც მისი უწმიდესობის წარწერა აქვს რომ წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ღმერთმა დაალოცოს საქართველო და ეს კანდლები შეიწირა იქ კიდია და ჩვენი ქვეყნის ასე რომ ვთქვათ ჩვენი ეკლესიის ღირსების დარწმენას ძალიან კარგად წარმოაჩენს ჩვენი ხალხის დამოკიდებულებას და მე კიდევ გქონდა სურვილი რომ წმინდა ნიკოლოზის საფლავზე აი შიგნის აიდანაც მირონი ამოდის ამოაქვთ რომ ჩვენ შეგვეწირა გადასაფარებელი და მე ვთხოვე ადგილობრივ ეკლესიას და მათგან მივიღე თანხმობა და საფარველი ძალიან ლამაზი საფარველი დაამზადეს ფერისცვალების დედათა მონასტერში მონაზონი კასია იყო ვინც ეს დაამზადა მოკარგა და თვითონ ნაქარგობის შინაარსიც ეკუთვნის მას არის ღვთისმშობელი ოლარს რომ აწვდის წმინდა ნიკოლოზს და უფალი რომელიც სახარებას აწვდის ხოლო შუაში საიდანაც მირონი ამოაბრძანებენ ხოლმე ნუ ეს არის მოქცეული შუა ადგილში და თავარია შესაწირი გაიღო ბატონმა ვანო ჩხარტიშვილის ოჯახმა ქალბატონმა ნანამ ჩამოაბრძანა ეს გადასაფარებელი და თავადვე მიართვეს უწმინდეს რომ ეკურთხებინა ჩვენ ამის ვიდეო მასალაც გვაქვს როგორ აკურთხებს მისი უწმინდესობა და უწმინდესის სურვილი იყო რომ შარავანდედი უფლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მარგალიტებით შეემკო და მისმა უწმინდესობამ თვითონ გამოაბრძანა მარგალიტები რომელიც შემდეგ რომლითაც შეიმკო ეს გადასაფარებელი და განსაკუთრებულია მისი უწმინდესობის დამოკიდებულება თქვენ ალბათ იცით რა თქმა უნდა წმინდა ნიკოლოზის მიმართ რადგან მან ბრძანა რომ ის არის ჩვენი ეკლესიის ყველა დროის მესაჭე მფარველი და პატრიარქი და მისმა უწმინდესობამ ლოცვა მიუძღვნა სავედრებელი ლოცვა ჩვენი ერისა და ეკლესიის სახელით შეავედრა ჩვენი ეკლესია და ჩვენი სამშობლო წმინდა ნიკოლოზს და მე ვთხოვე მის უწმინდესობას რომ როცა ყოველი ლოცვის შემდეგ ჩვენ მისი კურთხევით მე პირადად ვკითხულობ ყოველთვის ამ ლოცვას ყოველი ლოცვის შემდეგ და იმით განვასრულებთ ხოლმე ჩვენს ყველა ლოცვას და მისი სამწყსო ჩვენი ეკლესიის ყველა წევრი ერთად ლოცულობთ ამ ლოცვას მისი უწმინდესობის კურთხევით და ვავედრებთ ერთად ყველანი წმინდა ნიკოლოზს ჩვენ სამშობლოს და ჩვენი ეკლესიის მშვიდობას მთლიანობას და ბედნიერ მომავალს ძალიან სასიხარულოა რომ სხვადასხვა ეკლესია მონასტრებიდან ესეთი მხარდაჭერა აქვს თქვენს ეპარქიას და მაგრამ ეს არავის წყდება და ხშირად არის ეს ყველას აი მე ხლა გამოვყოფთი მამა დავით მე ხარო ჩამოვედი მე არც ვიცოდი ასევე ახლოს არის ჩვენ ქალაქთან ბრინდისი ესეთი ქალაქია პატარა ლამაზი ქალაქი და იქ არის თეოდორე ტირონის წმინდა ნაწილები იქ არის ოღონ განსხვავება ეს არის რომ თეოდორე ტირონის საფლავი უფრო მიწის ზემოთ არის და შუშის ლუსკუმაშია ჩაბრძანებული და მამა დავითმა თავის მრევლს დაამზადებინა თეოდორე ტირონის ძალიან ძვირფასი ხელნაკეთი ხატი რომელსაც მე წავაბრძანებ და იქაც ესე რომ ვთქვათ ქართული ხატები დავბრძანდება და მადლობა მინდა უთხრა ჩვენს სასულიერო პირებს რომ ჩვენ ყველანი ერთად ზრუნავთ ჩვენთან ერთად ესენი ზრუნავთ თუ არა მათი თანადგომა რომ ესე ჩვენი სამშობლო ღირსეულად წარმოვაჩინოთ თავის კულტურით, თავის წმენით, ხელოვნებით, ისტორიით და ეს ჩვენი ერთად დგომის მათი მხარდაჭერის შედეგია და თუ არა ესე თუნდაც დღევანდელი დღეც ამის
შემადგენელი ნაწილია თქვენი ტელევიზიის თანადგომა, რა თქმა უნდა, ამ სამრევლოებზე. ეს გვაძლიერებს და ჩვენთვისაც ძალიან დიდი ნუგეშია, რომ როცა უცხო ქვეყანაში ხარ, რომ არავის არ ახსოვხარ და პირიქით არავის ყველას ახსოვხარ და პირიქით უფრო მეტიც გვერდში გიდგანან და თანაბრად ინაწილებენ შენს შრომას, შენს ჯვარს, შენს პასუხისმგებლობას და დიდი მადლობა ყველას. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი მხრიდან და თითოეულ ქართველის მხრიდან მართლა ძალიან დიდი ინტერესია იმისა, რომ დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპაში და სხვა ქვეყნებში კიდე ძალიან მრავლად არიან და როგორც იამაღნიშნა ჩვენი საუბრის დასაწყისში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი თუ არა ახლობელი მეგობარი მაინც არ ყავდეს საზღვარგარეთ. მამაო, დიდი მადლობა მამებო, რომ მოვძანდით ჩვენ. სანამ დავასრულებთ ის მინდა ვიკითხო, როგორ ხვდებით დღესასწაულებს? ძალიან მაინტერესებს თითოეულ სამრევლოს ცხოვრებაში, როდესაც არის დიდი დღესასწაულები, ფოტოებშიც ვნახე რამდენიმე, თუმცა თქვენი აზრი მაინტერესებს. მამამ შემოხედა ისა მე ვიტყოდი რომ ჩვენთვის განსაკუთრებული დღესასწაული იქ რასაც ესე რა ვთქვა რაღაც პატარა ტრადიციასავით ჩვენ სტაბილურად მსახურებას ესევე ვსაზღვრავთ, მაგრამ წმინდა ნიკოლოზმა განსაზღვრა უკვე რაც მე იქ ჩავედი ყველა შობის დღესასწაულს ავასრულებ წმინდა ნიკოლოზის საფლავზე და ძალიან დიდი სიხარულია და ჩვენ რაღაც მადლიერება ეს დიდი სიყვარულით რომ გრძნობ წმინდა ნიკოლოზის მიმართ ეს მადლიერება გამოგვეხატა და ყველა შობას ჩვენ ყველანი პირადად მე მრევლის წევრები ყველანი მივდივართ ცოცხალი ყვავილებით და წირვის მერე ყველანი შევდივართ შემოდიან მერე მრევლის წმინდა ნიკოლოზის საფლავზე და ვამყობთ ცოცხალი ყვავილებით და ყველა განსაკუთრებულად ველოდებით ვარჩევთ ყვავილებს იმ დილით რომ რაღაც ყველაზე ლამაზი თაიგული თითოეულმა ჩვენთაგანმა მივართვათ და მერე გვაქვს ხოლმე სადღესასწაულო ტრაპეზი და ვცდილობთ რომ ასე ვთქვათ ის მძიმე დღეები რაც ყოველდღიურად ახლავს უცხოეთში ყოფია ჩვენი თანამემამულის ცხოვრებას რაღაცით შევამსუბუქოთ ამ დღეს. დიახ, მამო. პირველი შარშემნე რომ ვთქვა და არ აღნიშნულ ჩვენთვის ყოველი 1 საათის ერთად გატარებული არის დღესასწაული. ჩვენ ისე გვიხარია ერთად ყოფნა ჩვენს სამრევლოს წევრებს, იქ ყოფ ემიგრაციაში ყოფ ქართველებს ეს ყოველი აი 9 საათს ერთად ვართ არის დღესასწაული. და რა თქმა უნდა უკვე ყველა დღესასწაულს რელიგიურს თუ საერთოდ რა თქმა უნდა ერთად აღნიშნავთ და მადლობა ღმერთს აი ჩვენს რომში უამრავი სიწმინდეები არის სიცოცხლე დაბრძანებული. მე თქვენ მაგალითად პეტრე პავლობას აღვასრულებთ პარაკლისის იქნება წმინდა მოციქული პავლეს საფლავზე და აი ესე დღესასწაულებია ჩვენს ვიკრიბებით ყველა სამრევლოს წევრები და გავდივართ და მოგილოცავთ წმინდა პეტრეს საფლავს წმინდა პავლეს საფლავს იქ ახლაც წმინდა იუნასლისფერმის თავის ქალის ნაწილი უამრავი სიწმინდეებია და მადლობა მოეც აი ჩვენ ყველა დღესასწაულს ასე აღნიშნოთ მაგრამ კიდე ხას უსვამ ჩვენთვის ერთად გატარებული ყოველი წუთი არის დღესასწაული და სიყვარული და სიხარულის ერთმანეთის აი ფიქრობ რომ აი ამით ცხოვრობ ამით გავაქვს იქ საათები და დღეები და მადლობა მათ ამ სიყვარულისათვის და ამ დიახ, აი ნათლისღების ფოტოები ნახე მამო. კი. აი ნათლისღებასაც ეს ჩვენთვის საქართველოში ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა თუ ამას საქართველოში გააკეთებ რომ თქვათ ნათლისღებას არა თუ თქვათ ზღვისპირა ქალაქებში ჩვენ ვიცით რომ აი ფოკაშიც კი სადაც ადრე პირველად წალკაში მსახურობდი იქ ძალიან სიცივე 30 გრადუსამდე ადის ზამთარში ამ დროს სიცივე მაგ დროსაც კი ჩადიან საქართველოში და დღესასწაულს ხდებიან და ნუ მე ეს რაღაც ხალისი ტრადიცია გადავიტანე შევეცადე რომ ჩავგეტარებინა ბარი არის ზღვისპირა ქალაქი ტაძარი პირდაპირ ზღვისპირზე დგას წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და ასე რომ ადრიატიკის ზღვას ვაკურთხებთ ხოლმე და ჩვენ ყველანი მთელი სიხარულით ველოდებით ამ დღეს რომ მე ჩავალ და მე თითოეულ მრევლის თითოეულ წევრს ჩამოვწანდება და დავლოცავ და ყველანი ესე დიდი სიხარულით ვხვდებით და ძალიან გვიხარია ეს დღე სხვა იქაურებშიც ეს ძალიან ისეთი ემოცია რომ ძალიან უკვირთ და თან უხარიათ რომ ჩვენში ესე ცოცხლობს რწმენა და ეს ჩვენ ასე რომ ვთქვა იქ არ ეს რწმენა ჩვენ აქედან გავყვა და იქ ვაცოცხლებთ ამ ტრადიციებს და გინდა რომ იყოს
მე ვიდრე რაღაც ცოტა დრო გრჩება და ყველაფერი ვიკითხო. რამდენად ხშირია თუნდაც ნათლობის საიდუმლოს აღსრულება, ჯვრის წერის საიდუმლოს? ეხლა როგორც მოგახსენეთ, იქნება ოჯახები, ფისკალობით ქართული ოჯახები, მათ უჩნდებათ ბავშვები და ძალიან ხშირი არ არის როგორც საქართველოში, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველ კვირაში თუ არა თვეში ერთხელ ორჯერ მაინც არის და სრულდება ნათლობები ჩვენი და რამდენად ხშირია მაგალითად, როდესაც რადგან ჯვრის წერაზე ვსაუბრობთ, რამდენად ხშირია მაგალითად ქართველმა შეირთოს სწორად სხვა ქვეყნის მოქალაქე იტალიელი ან პირიქით და თუ ხდება ხოლმე ჯვრის წერა და არის, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ ეს არის ხშირად, მაგრამ რა თქმა უნდა არის ქართული იტალიელი ცხოვრება, იტალიელი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ხშირი და თუ ხდება მართლმადიდებლობაზე მოქცევა თქვათ იმ ადამიანის ვინც მეორე ნახევრის რომელიც არ არის მართლმადიდებელი. კი, არის, ასე რა თქმა უნდა, არის თავად რთული ადამიანი მოკავს სულ და ის არის ან მიყვები ცოტა თქო თუ შენ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვფიქრობ რომ ალბათ თავის მეორე ნახევარს მას უფრო კარგად დაანახებს და მისი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, პირველად ცხოვრების წესი, როგორც უნდა იცხოვროს ქრისტიანმა. როდესაც ადამიანები ხედავენ რომ აი ნამდვილი ქრისტიანი არის, მე მას უჩნდება სურვილი რომ იყოს ქრისტიანი ეს ჩვეულებრივი. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების წესი პირველი არის ეს და მადლობა, დიდი მადლობა რომ მოგზავნეთ ჩვენთან. გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას და უსურვებ იმ ადამიანებს, ვინც საზღვარგარეთ არიან, ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეები, ძალიან მალე ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც მათ ამ ეტაპზე აწყობენ. ძალიან დიდი მისია გაკისრიათ კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, გვინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა და ჩვენი გულთბილი მოკითხვა გვინდა რომ გაგატანოთ თითოეულ წევრთან. ჩაუძანთ ეგ ადგილზე შეგვიძლიათ რომ ნახოთ, გაესაუბროთ ქართველებს ეგეთ როგორ ცხოვრობენ მათ ცხოვრების წესს და ძალიან მნიშვნელოვანია მათ. დიდი სიამოვნებით. ტელევიზია აკეთებს უმნიშვნელოვანეს ძალიან საქმეს და ჩვენ ზათავად რომ გიმას მისდოთ. ჩვენ წინასწარ გილოცავთ ასევე პეტრე პავლოვის დღესასწაულს, ბრავალს დაესწარით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გამონახეთ დრო და იყავით ჩვენი სტუმრები. თვითონ თქვენი გახსენებული ისტორია ჩვენთვის და ჩვენი ტელემაყურებლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გემშვიდობებით, კეთილ სურვილებით. ჩვენ